მე შემიძლია მოსმენა. Agi, Geri, Rizeri. მე შემიძლია საუბარი. Agi, Geri, Rizeri. კარგი გოგო ხარ. Good. ალბათ მაინც ერთეულები არიან მსმენის პრობლემით ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს თავიანთი თავის პოვნა ჩვენს საზოგადოებაში და მათ თამამად შეუძლიათ განაცხადონ, რომ არა აქვთ პრობლემა და ისინი ჩვენსავით გრძნობენ თავს. სამწუხაროდ ეს არის რეალობა. बड़ा पैदा क्या तय पर छोड़ो छोड़ो क्या बयान बड़ा पड़ा आने क्या तो अपना आने क्या मां तय पर फिर हाड़ पेड़ों बड़ा पड़ा क्या खा बलता पड़ा पड़ा क्या मरो क्या पाउत हाड़ चेक मार क्या मौका मत आधे छाड़ ना खबर आधे छाड़ मौका मत खामा आयो थोड़ा तम हाथ खोट मौका मत आने क्या होता मत Welcome to the Game and a tour of them hard have to the tab. Я никогда не видала людей. Но он это... У слабослышащих, у глухих, вот слово и вещь, они не связаны, понимаете? Для них это абстрактно. И поэтому я действительно, Господи, я сама себе, наверное, надоела. Я уже дома везде вот такие эти наклеила. Дверь, например, стол, ручка, там это. И все время в течение дня, все время занималась. Ты не собираешься разговаривать со своим братом? Вот смотрит фильм. Я знаю, что молодцы, что. Потом. Нет. Значит, он мальчик. Дитя. Я мало говорю. Я немного говорю. Да, особенно ты. Мало говоришь. Когда мама узнала, что слуха нет, она повела к врачу. Врач сказал, не беспокойся, у меня есть знакомый врач, который живет в Москве. Меня отправили вместе с мамой, сказали, не проблема, только нужно учиться у логопеда. Очень. Потом
она дом в 8 классе учила вместе по 6 часов, 3 в школе, потом 3 дома. Читали логопед и заставляла говорить. Потом 6, потом 8, потом 10. И когда закончила, я стал говорить. ჩვენ რომ კარნახს ვწერთ. კარინახი. ხო, ეხლა კარნახი არ დავწეროთ, შენ უბრალოდ წაიკითხე. კარგი? რასაც წერთ ხოლმე, ის წაიკითხე. და გადათარგმნე. კარგი? თათია, გადათარგმნე. გადათარგმნე. დადარი აი ეს წავ. თვეების იყო, როცა რაღაცა ჩემში კითხვები გაჩნდა, რომ რამე ხომ არ ხდება სმენასთან დაკავშირებით. და მე უკვე 6 თვისა იყო პირველად ხმამაღლა რომ გავაჟღერე ეს ექიმთან და მითხრეს რომ ადრეა ამაზე ფიქრი და შემდეგ საბოლოოდ მოკლედ წლინახევრის ასაკში უკვე ეს ოფიციალურად ადგინდა რომ თათიას არ ესმოდა. და სხვა შორის ძალიან ბევრი მშობელი, როდესაც ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე ისტორიებს, ერთმანეთს გავს ეს ისტორიები, რომ როგორ გაიგო, როგორ უთხრა ვიღაცამ, რომ მოიცა რა დროს ეგ არის ჯერ და აი ეს გზა გავლილი იქამდე და შემდეგ ის შოკი, როდესაც ამას პირველად ეჯახები. შემდეგ დავიწყე ძიება, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ფიქრობდით, სად შეიძლებოდა, რომელ სკოლაში უფრო სწორი იქნებოდა და აი მაშინ აღმოვაჩინეთ თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა. თათია იყო 7 წლის, ცოტა მეტის, როცა სკოლაში მოვიდა და დღეს ის უკვე მე-12 კლასელია ამ სკოლაში წელს ამთავრებს. და მესამე გვერდი. სანაურია კონტაქტიანი ძმები. თუპრი კარტია კონუსებ უხდება. და ამათ ლაპარაკი არ შეიძლება. მე მაკოპილი ვიქა მუშაობ. მაგრამ მოლაპარაკე და კრომოსი არისო მაიც უდედობა. მაიც არისო. თარტმანი მაიც უდოდა. ხათა მე ვფლებოდა აუხტერიო. ეცო აპუჩებურიაო. ძებო აგრიაო. ლაღაცე. კრომოსებ ხათა მეკებო. არ ვიკავმაკო. დავთობ. გავხდები შენ სახერზე ფეხთან. საფულ პარეთკები. სამტრით პოპრი. ძალიან ატვირია, ძნელია. სანამ ეს პროცესი არ დაღვინდება, რომ ბავშვს მენის დონე კონდეს სულ ნორმალურად რომელიც უნდა რო ხდება იმპედანსის ცვლა, ანუ ის გაღიზიანება აღარ არის საკმარისი. ანუ ცოტა უნდა წაუმატოთ და იმის დამიხელება. კოხლეარის იმპლანტაცია მართებული რითაც დაიწყო საერთოდ ეს დაიწყო პოსტლინგვალებში, ანუ ხცოვან ადამიანებში, რომელთაც უკვე სასმენი აპარატი აღარ შველოდათ. ანუ იყო მეოთხე ხარისხი ან აბსილკო. საერთოდ სმენის ნარჩენი აღარ ქონდათ და აქედან დაიწყო საერთოდ 70-იანებში პირველი იმპლანტაციები. ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი არის 3 წლის ასაკი, ну 3 წლამდეც ხა ჩვენ ადრეულ ასაკში 1 წლიდან ვაკეთებ, პრობლემა არ არის. 11 თვის ყავს ყველაზე პატარა, ვისაც გავუკეთეთ ოპერაცია. იდეალური შედეგები გვაქვს. ფაქტიურად აი ბავშვი მიდის ჩვეულებრივ ფიზიოლოგიური განვითარებით ხდება სმენა მისთვის. სიყურვე მსოფლიომ ვერ დაამარცხა. ვერც ერთმა ტექნიკურმა საშუალებამ ვერ ჩაანაცვლა. ჟესტური ენა ჭირდება ყველას, ყრუსაც და სმენა დაქვეითებულსაც და ეს უნდა იყოს პირველი ენა. და აუცილებელია მშობელმა ისწავლოს ეს ენა. ყრუები არიან ძირითადი წყაროები, აი ამ ენის და ერთობლივი მუშაობით ილიას უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა უკვე 4000 სიტყვიანი ახსნა-განმარტებითი ლექსიკონი.
ორი მოვლენა არსებობს. ყველა საზოგადოება ყველა დროში ამაზე ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა და საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ყრუსთვის განათლების მიღება. და აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს საშუალებაც, რასაც ქვია ჟესტური ენა. შემდეგ ჟესტური ენა ჩამოყალიბდა როგორც ენობრივი ერთეული და დღეს ყრუთა თემები თავიანთი თავს უწოდებენ ლინგვისტურ უმცირესობას, შესაბამისად მშობლიური ენით, რომელიც არის ჟესტური ენა. ხო, იცვლება, ხო? იცვლება და სუნი ხო, ხა, სუნი, ცუდი სუნი რა, ბოლი სუნი და იყო პლასმასი და ის დნება, ხო, დნება. ესე იგი შეიცვალა. ჟესტური ენა უნდა განვითარდეს, რასაკვირველია, მაგრამ იმათთვის, ვისაც უკვე ამის ფუფუნება არ მიეცათ, რომ მოხდეს მენის პროთეზირება და შემდგომი რეაბილიტაცია. რასაკვირველია, იმ ადამიანს სხვა აღარაფერი დარჩენია, კომუნიკაციაში ხომ უნდა შემოვიდეს. ერთმანეთში უნდა შევიდნენ კომუნიკაციაში, ნუ სხვაგან რაღაც ინფორმაცია მიიღონ, ამისთვის არის საჭირო, რასაკვირველია. მაგრამ ბავშვები რო ამეტყველდებიან, უკვე მშობლების და მათი გადასაწყვეტია ისწავლიან ამ ჟესტურ ენას თუ არ ისწავლიან. იქნებ სხვა ენის სწავლა უნდა, ინგლისური სწავლა უნდა, სხვა უცხო ენის სწავლა უნდა, მეთქმა ხელი მოუმართო და ამდენი ბევრი ყავს, ვინც სწავლობს, მაგრამ ამეტყველება უნდა მოხდეს ერთ ენაზე, აუცილებლად. ნოემბერი, დეკემბერი. აბა, რა ქვია შენ? ელენე. რა გვარი ხარ? გამენდეკელაში. ყორჩა. ელენე, რომელ კლასში სწავლობ? რომელ კლასში სწავლობ? მე კლასში. აბა, კარგად მითხარი? მე-3. მე-3 კლასში. კიდე დავითვალო. არა აქვს მნიშვნელობა ბავშვი არის ყრუ თუ მოსაზღვრე, თუ ბავშვს აქვს წარმოთქმის უნარი. აი ამ შემთხვევაში დადიან ჩვენთან. თუ ბავშვს არ აქვს წარმოთქმის უნარი, წინ მოწმდებიან ბავშვები ცხადია, ჩვენ უკეთებთ მათ პროფილს, ვადგენთ სმენის მდგომარეობას. აი ამის მიხედვით წყვეტთ აქვს ბავშვს უნარი იაროს ჩვენთან, თუ არ იაროს. სასურველია ცხადია, ყველა ბავშვმა გაიაროს ეს მუშაობა. Нарушен слух, с ним надо работать. Пускай он плохо слышит, не слышит, но его научить читать по губам. Потом научить писать. Пускай не понял, он научить писать. У некоторых детей таких, вот бывает, знаете что, поврежденные голосовые связки. Вот они не могут говорить. А если не поврежденные голосовые связки, просто абсолютно 100% глухой, я вам даю слово, если с ними работать, он будет говорить. Правильно, Игорь? Вот он абсолютно не слышит, у него 100% слуха нет. Но он говорит. И говорит так, что люди даже не понимают, в смысле, что он глухой. Это чем рогом мацавт, мет махцов, а там авитета. Иго тария, там мы пену, ута там свите, эт пути, эт нари, ташмери, что-то, пирит ута тайра парако, пирит этара, хол пирит ута тайра парако. Да павсма, пирит ута укорот, это имахцов. Ваши, хереб арижота, чобрем, раекра, хаки, чобрем, утаис цаурт верам, холод, пирит, не намокем. Ваши, павс укурот, тучеб, ваши, ты имах. Черепа хмара, хара, шери лата метвы, это павс имахсо. Черепа теда мутрат, ваши, моитане, да имахсо, цава, ваши моита, это и процашен. ხოლო ჩეთული უტაიკოთ აუცილებელი რატომ არის ბავშვები თვარი სუცია შეიძლება ვერ დაიმახსოვს უშის ამიტომ უტა აუხცრა ხერები აუცილებელი დაახლოებით 17 წლის იყო, როდესაც ათიამ ჟესტური ისწავლა და ისწავლა თავისი ყრუთ ანატოლებისგან, მათთან ურთიერთობით, რამდენიმე თვეში. ასე რომ
ამინის სწავლა არასდროს არ არის გვიან და არასდროს არ არის რაღაცა ესეთი აკრძალვა, რომ არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ჩემი მოსაზრება და არა მარტო ჩემი, კვლევები არსებობს ამაზე, არის ის, რომ თავიდანვე თუ დავიწყებთ ამით იქ, სადაც არის პრობლემა და სადაც მით უმეტეს აღიარებენ, რომ ის გაცილებით მარტივია ჟესტური, ხო, ხა ხელებით როცა სიტყვას გამოხატა, ვიდრე ის, რომ მთელი შენი ცნობიერებით რაღაცა წარმოთქვა, იქ ხელის შემშლელია. ამიტომ ჯობია რომ დავიწყოთ ვერბალურით და სმენის განვითარებით და შემდეგ ჩვეულებრივად ისწავლოს როგორც ნებისმიერი სხვა ენა, ჟესტური ენა. თავიდან დავიწყე ხატვა, დავსხაბენ რაღაც ნახატ. მე და შემატა მიყვანა გამოფენაზე. რაღაც მასწავლა ხატვა, მძედასთან ვიყვარდა ხატვა. კონკურსი ჩატარდა, თემა იყო ხელოვნება მშვიდობისათვის. ავიღებე რა ადგილი. და სემიპრიზი იყო საფრანგეთში გავიმგზავრე. ვაბარო სამხატვრო აკადემიაში. და გამოვიდი კარგი მხატვარი. ჟესტური თუ იცი? არის. მარტო საურო, ხა ჟესტური მას ლაპარაკზე დავდიოდი. და ჟესტური არ უნდათ ხა ჩემ მშობლები და ლაპარაკი დავიწყე და ამოვიდი საუბრით. ჟესტური Mega bichar kaishivida peki chori mai sabida Teka mai jadi ada video yego Jadi ada mama joda Hey Jebi on jiraba Ну, когда после работы прохожу, если я не устаю, то сажусь за компьютер и учу что-то. И хобби трехмерная графика. Рисую все на английском языке. И чтобы понять, что компьютер говорит, я должен знать его английский язык первый. Ну, английский язык, например, я уже освоил. Писать, читать, а говорить не могу. Потому что в английском языке одно слово означает, а произносит что-то другое. А немецкий, я как только услышал первый раз немецкий язык, я подумал, что это мой родной язык. После этого, как только первый раз увидел японские фильмы, я начал учить японский язык. დასუფთავების სამსახურებში მუშაობენ როგორც კერძო სტრუქტურებში, ასევე მუშაობენ ქალაქ თბილისის მერიაში და დღესაც მუშაობ ამ საკითხზე, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ანაზღაურებით არიან და კარგი нормალური პირობებით ეს ადამიანები და ეცით რაც მთავარი, მათ არ ეთაკილებათ ეს სამსახური. С глухонемых он один единственный кончил высшее образование. Вот кончил, пожалуйста, постарайтесь, помогите ему устроиться. Им не надо там машины мыть, там на базаре что-то. Им жить до конца. Так у них должна быть профессия в руках. Ჩვენ კულმუშები ნაკოპილი ბან ედათ იმუშავ მაგრამ თუ უტამ მონაპარკი შემთარი იმუშავ პრობლემა არა მომიდე მაგრამ მე იმადა ვერ იმუშავ იქ შეიძლება დაარშმა ჯარია ჯვარი შემთარი ჯობია კულმუშე ედათ იმუშავ მე ნაკოპილი ვიქნები
Ну, я прихожу, когда общаюсь с собеседованием, ну, чувствую, когда неудобно, дискомфорта, я это сразу говорю, извините, я плохо слышу. Это только читаю по губам или там немножко звук выше поднять. Я не сразу иду навстречу, тихо, спокойно говорят, это просят что-то решить там. И больше этого говорим, посмотрим, мы говорим, есть еще другие кандидаты, мы должны просмотреть. Это ждите звонка, а после этого не глухо. ის გარემო პირობები, სერვისები, რაც სჭირდებათ ამ ბავშვებს, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და ძალიან სამწუხაროა, რომ უმთავრესად ძირითადად ასეთი ბავშვების, ასეთი ახალგაზრდების პრობლემა არის მხოლოდ და მხოლოდ სმენის დაზიანება, ან სმენის არ ქონა თუნდაც და ამის გამო ისინი ვერანაირად ვერ ახერხებენ, რომ იყვნენ ინტეგრირებულები, რეალიზებულები, საკუთარ თავში დარწმუნებულები და იყვნენ ისინი, ვინც უნდათ, რომ იყვნენ სამომავლოდ.